საქართველოში რამდენიმე საათით გადმოსულ თურქეთის მოქალაქეს სამშობლოში აღარ უშვებენ. მეჰმედ საინი ვალის საბაჟოზე ქართული მხარის თანხმობას 23 აგვისტოდან ელოდება. მიზეზი პასპორტში ჩართული მხოლოდ ერთი ბეჭედია. მეჰმედ საინი საქართველოში 2016 წლის ნოემბერშიც იმყოფებოდა. მაშინ იგი თბილისის აეროპორტით შემოვიდა და ასევე თვითმფრინავით დატოვა ქვეყანა. მიუხედავად ამისა, მას ქვეყნიდან ოფიციალური გასვლა ბეჭდის არარსებობის გამო არ ეთვლება. ვალის საბაჟოზეც სწორედ ამას ედავებიან. Güneydoğu bölgesinde. Türkiye'de de Gürcistan'da da. 16 დღეა აქ ვარ, საბაჟომ დარღვევა გაქვსო და არ მიშვე. საბუთები მოვიტანე და ყალბიაო მეუბნებიან. როგორ დავუმტკიცო აღარ ვიცი. 2013-2014 წლებში ჰესის მშენებლობაზე 9 თვე მუშაობდი. პრობლემა არასდროს მქონია. 10 დღეა თურქეთიდან საბუთები გადმომიგზავნეს, მაგრამ უშედეგოდ. თბილისის აეროპორტში კამერები ხომ დგას. ხომ შეუძლიათ იქ მაინც გადაამოწმონ, რომ არ გავპარულ ვარ და ოფიციალურად დავტოვე ქვეყანა. აეროპორტში თუ ბეჭედი არ ჩამირტყეს, მე რატო ვარ დამნაშავე, ან პასუხი მის გამო მე რატომ უნდა ვაგო. მეჰმედ საინი საქართველოში კუთვნილი ოპელის მარკის ავტომანქანით გადმოვიდა. მებაჟეებისგან მიღებული უარის შემდეგ ღამეს მანქანაში ათევს. საკვებს კი საბაჟოსთან ახლოს მდებარე კაფეში ხელმძღვანელი უფასო დაჭმევს. შექმნილი ვითარების გამო მას თანხა გამოელია და სამსახურიც დაკარგა. Buradasınız da geçemedi tarafa. ორ კვირაზე მეტია მეჰმეთი ჩემთან არის, ვაჭმევ, ვასმევ, ვეხმარები როგორც შემიძლია. ძალიან უკმაყოფილო ვარ თურქეთის საკონსულოში. ვურეკავთ ყოველდღე და არანაირი დახმარება ამ დრომდე არ არის. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თურქეთის მოქალაქეს პრობლემა ექნება და საკონსულოდან დახმარება ჭირს. საქართველოს პრობლემა ამჯერად, რომ ბეჭდის დარტყმა დაავიწყდათ, მაგრამ მეჰმეთის რა Her ბრალი. yerinde ben şahidim. მანქანაში ვცხოვრობ, ფულიც გამითავდა. ყოველდღე მივდივარ საბაჟოზე და არ მიშვებენ. სანამ ახალციხის პოლიციიდან დადებითი პასუხი არ მოვა, გადასვლის უფლებას ვერ მოგცემთო. მარდინში ვმუშაობდი ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, ორჯერ დამირეკეს, მაგრამ ერთი კვირის მერეც რომ არ მივედი, სამსახურიდან გამათავისუფლეს. ვინ უნდა ამინაზღაუროს ამ ხელა ზარალი? მეუბნებიან, რომ არალეგალურად ვარ საქართველოში. თურქეთში როცა დავბრუნდები, აუცილებლად ვუჩივლებ ქართულ მხარეს მოყენებული ზარალის გამო. დიარბექირში მცხოვრები სამი შვილის მამა დახმარებას ითხოვს. მეჰმედ საინის პრობლემების შესახებ იციან თურქეთის საკონსულოში. თუმცა აცხადებენ, რომ მათ ოფიციალური ნოტა ქართულ მხარეს უკვე გაუგზავნეს და პასუხს ელოდებიან. თურქეთის საელჩომ დაწერა ოფიციალურად საჭირო ორგანოებში საქართველოში და ველოდებით მაგათ გადაწყვეტილება. საქართველოს მხარეზე არის პრობლემა. ანუ არის რაღაც პასპორტზე ბეჭედი არ არის დათმული ბოლოს 2016 წელს. და საზღვრიდან არ ეშვებიან და ამისთვის საჭირო დოკუმენტები და განცხადებები ჩვენ დავწერეთ და ველოდებით პასუხს პირდაპირ უკავშირდებით და ველოდებით მაგათ გადაწყვეტილებას. ჩვენ ოფიციალურ ნოტა დავწერეთ. მეჰმედ საინმა საკონსულოდან მიღებული დოკუმენტაცია საბაჟოზე ძალოვანებს უკვე წარუდგინა. მიუხედავად ამისა, ოფიციალურ პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მე-16 დღეა ელოდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მეჰმედ საინმა დოკუმენტის ასლი მათ ნამდვილად წარუდგინა, თუმცა აცხადებენ, რომ კანონი ორიგინალს მოითხოვს და არა ასლს. ისამ პიროვნებამ ახსნილი აქვს და რატომაც არის შერებული დროებით და თანეთში სადაც უნდა მივიდეს ისიც და იქ გაცემენ. რაც შეეხება ოფიციალურ ინფორმაციას, შსს-ში განმარტავენ, რომ თურქული მხრიდან მათ არც ფოსტით და არც ელექტრონული სახით არაფერი მიუღიათ. უფრო მეტიც, შსს-დან თურქეთის პოლიციის ატაშესთან გაგზავნილია მიმართვა, რათა გადამოწმდეს ინფორმაცია მეჰმედ საინის შესახებ. ძალოვანებს არც ამ მიმართვის საპასუხოდ მიუღიათ ინფორმაცია. მეჰმედ საინის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 354 მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე.